დილა მშვიდობისა. შენს ექიმს ველაპარაკე. მითხრა, ვინაიდან წამლის სწორად მიღება შეწყვიტე, დაავადება ამის გამო პროგრესირებს. მომისმინე ძვირფასო. თუ რამოდენიმე ხანი ჩემი კონტროლის ქვეშ იქნები, ამ პერიოდს უფრო ადვილად გადავლახავთ. უფრო კონტაქტური უნდა გახდე, გარეთ ხშირად უნდა გახვიდე. მით უმეტეს ეს შენთვისაც სასარგებლო იქნება. დღეს საღამოს ამ წვეულებას დაესწრები. დღეს თუ დროს ვიპოვე, წავალ და დავაპატარავებ. რომ იცოდეთ, რამდენი ხანი ველოდებოდი ეს რომ გამეკეთებინა. ხუმრობ? ეს? ვერ ვიჯერებ, ლეგენდა რეალობა გახდა. ჩემი გოგო, მაგ ბიჭს ნამდვილად ძალიან უყვარხარ. ვიცი? მე ძალიან მიყვარს. აზარ, შესვენების თხოვნა გინდოდა? დიახ, ბატონო ტარიკ. მალე დამთავრდება მომზადება და წვეულების დაწყებამდე 1 საათით ადრე აქ ვიქნები. კარგი, თუ არ დაიგვიანებ, პრობლემა არ იქნება. მადლობა. უკაცრავად ბატონო უფროსო, მომზადების მერე თქვენ უნდა გკითხოთ სამსახურის ადგილი თუ ვინმე სხვა გვეტყვის. დღევანდელ წვეულებაზე შენ არ ხარ. მე არ ვარ? როგორ? უფროსი მზარეულის მიმტანები იმუშავებენ. ამ საქმეების მერე თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ. როგორ გამიმართლა? დღეს არ მუშაობ. ორი წლის მერე ჩვენთვის ბრწყინვალეები გახდებით, ხო? ჩვენ სასტუმროებში ნაგავს ვკორებთ ხალხის მერე, თქვენ კი წლის წვეულებებზე გადიხართ. ხო, როგორც მომუშავეები. როგორც გინდა ისე მოიქეცი. ემბრუ. ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ სამსახურში, სასტუმროში აიყვანე. ხაზალ, მომისმინე? ბევრი საქმე მაქვს, თავი დამანებე. მომისმინეთ, ქალბატონი დემიროღლუ მოვიდა. საქმეს მიხედეთ. მობრძანდით. როგორ მიდის საქმეები? მიმდინარეობს წვეულების მომზადება, რომელიც თქვენ გამოგვიგზავნეთ. ეს ჩვენი შემოთავაზებებია. შვენიერია, დავათვალიეროთ. რამდენი ოთახია? 2? 2 მშვენიერია. კარგი, მადლობა. მისამართი მაქვს და ვიცი, სადაც არის ეს სახლი. მადლობა ძმაო, საღამოს იქ შევხვდებით. კარგი ძმაო, პატივს გცემ. დაანებე. რას დავანებო? დაანებე თქვა. ძმაო, კარგად ხარ? გამიშვი. ნუ იფურთხები. გამიშვი მეთქი, გამიშვი. ცუდ ფეხზე ადექი? არავის დახმარება არ მჭირდება, გაიგე? ახლა წადი. სახლს გერავობ თუ ბუდე უნდა ეიშენო. ჩემთვის სულ ერთია. თავი დამანები. მომეცი ტელეფონი. აიღე ძმაო. ტელეფონი მომეცი. ახლა კი გაეთრიე. ამ 3 თვის განმავლობაში ერთადერთი თავისუფალი დღე არის 10 დღეში. 10 დღეში? მაგრამ ჩვენ? კარგი ძმაო, მიდი. ქენან. მიდი ძმაო, მიდი, კარგია. ესე იგი 10 დღეში? ო, რა იყო? მიუხედავად იმისა, რომ ამას ამდენი წელი ველოდებოდი, არ ვიცი ეს 10 დღე როგორ გავძლებ.
გეფიცები გიჟი ხარ. დედას ინფარქტი დაარტყამს. ამაზე არა. მაგრამ ვფიქრობ, ჯერ ჯობს სახლთან მოვაგვაროთ. და მე დედას უთხრათ. ხო, მაგრამ როგორ? ახლა ამაზე უნდა იფიქრო. ეს საქმე მეომამდე. სიკეთის მომტანი იყოს. მადლობა ძმაო, წარმატებულ დღეს გისურვებთ. მადლობა. ძალიან გაგვიჭირდება ყველაფრის მოსწრება. ვერანაირად ვერ მოვასწრებთ. ჩემი საქორწილო კაბა ყველაზე ნაკლები ერთ თვეში შეიკერება. კარგი ჩემო ყვავილო, პრობლემას ნუქმნი. არ ჩაისმევ და მორჩა. თავს არ გაგიტეხო მხოლოდ იმიტომ, რომ რომანტიული კუთხიდან იყურები. და ჩემი ყველაზე დიდი ოცნება საქორწილო კაბის ჩაცმაა. საქორწილო კაბას ცხოვრებაში ერთხელ ჩავიცმევ და მხოლოდ საყვარელი ადამიანისთვის. გეფიცები საქორწილო კაბის გარეშე არ გავთხოვდება. კარგი, მოიცადე, გაჩერდი, კარგი. კარგი, სად მიდიხარ, ეგრევე ბრაზდები. კერავი დღე-დაღამე იმუშავებს და ქორწილის დღემდე მოასწრებს. თუ არა და ახალს ვიყიდით რა, არის ამაში რთული. მოასწრებს ხომ? შეხედე. სიძე და პატარძალი მოდიან. ძალიან ლამაზები არიან, შეხედე. ჩემო ყვავილო, სოფლიოში ყველაზე ლამაზი პატარძალი იქნება. შეხედე, აქ მოფრინდა. არა, არ შეიძლება, შენი ბედია. ეს რა არის? ანგარიშიდან 1000 ლირა გაქვს მოხსნილი. ხომ გეუბნებოდი რომ მოხსნიდი? ამდენი ფული საწაიღე. საქორწილო კაბის ნაჭერი და ყველაფერი რაც აკლდა ვიყიდე, ყველაფერი დავხარჯე. რა? ვისთვის? რა ვისთვის? აზალისთვის არა? საქორწინო კაბა მზითები. შენ ხომ უკვე დიდი ხნის უკან გააგდე ჰაზალი კენანთან. უშინ კი ჩვენება მოვაწყვე და შემარცხვინე. რა სიტყვებია ხალი? ხასიათზე რომ არ ხარ, მაგის გამო ჩემთან ასე ლაპარაკის უფლება არ გაქვს. შემიძლია ისე ვილაპარაკო როგორც მინდა. შენ კი ყოველ დახარჯულ თეთრზე ახსნა განმარტებას ჩამაბარებ. პირველად იღრინები ასე ფულის გამო. მხოლოდ იმიტომ რომ ჰაზალისთვის დავხარჯე, ხო? ებრუსთვის რომ დამეხარჯა ასე არ იყვირებდი. შენი ქალიშვილისთვის ყველაფერი გავაკეთე. მხოლოდ მამა არა, დედას ვიყავი. ვაჭმევდი, ვაცმევდი, მაგრამ ეს ყველაფერი ადრე. არ ვიქნები იმის მამა, ვინც გადამიარა. ახლავე წაიღე ისინი. კარგი. ენჯერ. სხვა რამის გაკეთება არ გაბედო. გავიგე ძმაო ურა. ძვირფასო ძმაო. როგორ ხარ შირინა? კარგად, შენ როგორ ხარ? ძალიან მენატრებოდი. კარგია რომ მოხვედი. ურალ. ბედნიერ წლებს გისურვებ. ბედნიერ წლებს გისურვებ ძმაო. მადლობა. სინან, სასტუმროში წადიდე, სტუმრებს მიაქცია ყურადღება, რომლებიც უკვე იქ არიან. ახლა მოვედი, იქნებ ცოტა დავისვენო. მეც მივხედავდე და არ ინერვიულოთ. ძვირფასო. ურალ, შენც ხომ მოხვალ შენს დაბადების დღეზე? ცოტა ხანი დავიძინებ. შეიძლება ასე ლაპარაკი. გვირაბს დაემსგავს აქაურობა. ცოტა საშიშია, ცუდია. შემოდი ძმაო, დაათვალიერე ჩვილო. დავათვალიერე ძმაო, ვეცადეთ. კარგი. ამ სახლის გირა რა ღირს? შვილო, ჩემი რომ იყოს ქირის ფულს სულ არ გამოგართმევდით. მადლობა ძმაო. ხო ვიცი როგორიც ხარ, რას ამბობ. მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ეს ჩემი სიმამრის სახლია. ის ამბობს 900 ლირას. მაგრამ ილაპარაკოს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მე 700-ზე დავითანხმებ. დამატებით ხარჯებს არ გამოგართმევთ. მერე რა? ისეც არ გამოიყურება რომ ვერ მოვაგვაროთ. დარწმუნებული ხარ ჩემო რა თქმა ლამაზო? უნდა, დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად ამ სახლს ძალიან ლამაზ ადგილად გადავაქცევ. მართლა? სერიოზულად ამბობ? ძმაო სალი, ვიქირავებთ. ო, ვიქირავებთ. სხვა რა გზაა? თანაც ზემოდან მოვიდა ბრძანება.
სიკეთის მომტანი იყოს. მადლობა ძმაო. რისი მადლობა. კარგი. სახლი ვიქირავეთ. ქორწილის დღეც მივიღეთ. ყველაფერი აგვიხდა. მოდი აქ, მოდი. ისე მიხარია რომ შეიძლება გავფრინდე. სამსახურში უნდა წაგიყვანო. დიდი ხანია აქ ვართ. სულ დამავიწყდა. ვიფიქრე რომ ეგრევე სახლის შეკეთებას დავიწყებდით. ამაზე არ იფიქრო. ნელ-ნელა დავიწყებ. შენ კი ხანდახან მოხვალ. ხელოსანი ხომ არ დავიქირავოთ? რას ამბობ? ახლა მაწყენინე. ჩემზე უკეთ ხელოსანს იპოვე ამ დასახლებაში. ისე მიხარია რომ შეიძლება გავფრინდე. შემიძლია გავფრინდე. მოდი აქ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ჩემო ცხოვრება. წვეულება ახლა იწყება. ფიქრობ ცოტა ნაკლები უნდა დალიო. რამე არ დაიწყება ჩემი ცხოვრება. იმის გამო რომ ურალი არ მოვა. დედა სტუმრებს ადრე გაუშვებს. მაგრამ მე სხვა მიზანი მაქვს. რა გაქვს ისევ ჩაფიქრებული? ჰოლდინგის უფლებები უნდა წავართო ჩემ ძმას. და ამ ჯერზე მე არ წავალ, სანამ ამ საქმეს არ გავხსნი. იმედი მაქვს რომ მალე მოაგვარებთ და მაშინ ვეწავალთ. სად არის შენი ძმა? ხომ გითხარი მის გარეშე არ მოხვიდე მეთქი? ო, დედიკო. ჩემმა ძმამ გამაგდო. აზრი არ აქვს იქ დარჩენა, სადაც არ სჭირდები. მე კი მოვედი რომ ეს სირცხვილი ჩემი თვალით მენახა. შენ ხომ უნდა აუხსნა ყველაფერი, სტუმრებს და ჟურნალისტებს. ამიტომაც წამოდი. გონი დღესღამე არ უნდა დაიწყო შეღებვა და იღლები. მერე რა? შენ მოხვალ მაშინ, როცა საქმეებს მორჩები. ძალიან დაიღლები. მაგრამ ეს ამად ღირს. რა თქმა უნდა, ჩემო ყვავილო. ჩემი ხელები ჩვენ გზას ვაშენებ. ამაზე უკეთესი რა იქნება? როგორც ვოცნებობდი. ეს ხალხი თავის ტანსაცმელით ამბობს. ჩვენი ტანსაცმელი მაცვიო და ჩემი გზიდან წადიო. ბევრი იქნება ასეთი რთული ხალხი. ნუ მკითხავ საყვარელო. ჯერის ადგილი უნდა ნახო. დიდებული ადგილია. ჩვენი ქორწილი ასეთ ადგილას რომ ყოფილიყო, ყველაფერი ისე იქნებოდა როგორც ზღაპარში. ნუ სულელობ. ამის თქმა არ მინდოდა. ეს ყველაფერი უმნიშვნელოა. ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ. დამიჯერე. მეც ძალიან მინდა. შესაძლებლობა რომ მქონდეს. კენან, ყოველი შენთან გატარებული წამი ჩემთვის შეუფასებელია. ძალიან მიყვარხარ. ძალიან. უფროსი მოდის. წადი სამსახურში. წარმატებულ დღეს გისურვებ. ფრთხილა დათო. მოვიდა ჩვენი ოჯახის ვარსკვლავი. ბატონო ვურო, თქვენს დაბადების დღეზე მობრძანდით? საყვარელო, რა კარგია რომ მოხვედი. მოვედით. ვიცოდი რომ მოხვიდოდით. ეს საქმე უნდა აღვნიშნოთ.
შამპანური მომიტანეთ. ჩემო ძვირფასებო. ბატონების მაგიდაზე შამპანიური წაიღე. კარგი, ახლა ვევიზამ. ურალ. თუ გთხოვ რომ ისე მოაჩვენო ყველას თავი თითქოს ქსიამოვნებს? ბევრს მოვითხოვ? ფიქრობ რომ ამის გაკეთებას შევძლებ. სერიალს არ მოგიდგენთ აჯარაბეთქომი. გახმოვანებული აჯარანეთქომის მიერ. Özür dilerim. ვურალ. მოდი წავიდეთ. კარგი, დატოვე ეს და წადი. ეს გოგო როგორ ძალიან გავს. კარგი, დამშვიდი. საყვარელო, დამშვიდი. ისუნთქე, ყველაფერი კარგად არის. ყველაფერმა ჩაიარა. გაიარა საყვარელო. ისუნთქე. ყველაფერმა ჩაიარა. შენ დაინახე? თუმ დაინახე. დედა მითხარი. ახლა ვგიჟდები? არა, ძვირფასო. არ გიჟდები. კარგი ხომ? მას გავს. ძალიან გავს. მაგრამ ეს ხომ ის არ არის. ის ნასი არ არის. ის ნამდვილი იყო. ნამდვილი. დავინახე, ის ნამდვილი იყო. გამოდის რომ მე ის ვნახე. შენ ნამდვილი ხარ. შენ ჩემი ნამდვილი ხარ. შვილო, გაჩერდი. შვილო. ვურალ. წარმატებები. მობრძანდი ებრუ. მადლობა. ხშია? შია. შიმშილის გამკვდები. ძალიან მშია. მერთო, დედა მელექს შეხედე. მერთი იყოს კმაყოფილი მისით. რა მოამზადა? მელექი არა, მე ჩემით. ო, მაგრამ შენ გესმის ეს საქმე? კარგი ხელი მაქვს. ჯანმრთელობა შენს ხელებს. ეს რა არის აქ? შენ თავისუფალი ხარ? წვეულებაზე რატომ არ ხარ? რას ამბობ?
ასეთ ადგილებში რა გავაკეთო? მე დავურეკე უფროს და ვუთხარი რომ ვერ შევთავაზებ ხალხს ალკოჰოლს. ხომ შეიძლება იქ მთვრალებიც იყვნენ და ასე შემდეგ. იქ ყველანაირი ხალხია, გაწუხებენ კიდეც. აზალის იქ არის, მერე რა? ეს არც ბარი, არც საჩაი, არც პავილიონი. ჩვეულებრივი მდიდრების სწავლებაა, მერე რა? რაც არ უნდა იყოს. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. აზალი ბევრს წუწუნებდა, მაგრამ სახლი ლამაზია. მაგრამ გასაზვიადებელი მგონია არაფერია. აზალმა რა თქვა? შემთხვევით წამომცდა. აზალს არაფერი უთხრა. კარგი? კარგი, არ ვეტყვი. და რა თქვა? თითქოს ცოტა ძველიაო, მაგრამ უკვე როგორმე გავუმკლავდებითო. მომისმინე. არ გაბედო და აზალს არაფერი უთხრა. ღმერთო. თვითონ მოინდომა, თვითონ ეკირავა ეს სახლი. არ მესმის. ეს უკვე არ ვიცი. კარგი, დაველაპარაკები. თუ არ მოსწონს, სხვაგან მოვძერმეთ. არ გაბედო ქენან. მართლა თორემ ვიჩხუბებთ, გამიბრაზდება იმის გამო რომ მოგიყევი. არ უთხრა, კარგი? აზალი ყოველთვის უფრო დიდ და ლამაზ სახლზე ოცნებობდა. ეს რომ დაინახა? ქორწინება რთულია. ჩემს გამო მოიწყინე? 10 დღეში დაქორწინდები ქენან. უფრო სწორად, თქვენ დაქორწინდებით. თუ ღმერთი უფლებას მოგცემს ხო? ფიქრობ უფრო მეც იმსახურებ. რეებს იძახი. ყოველდღე ცხოვრობ იმისთვის, რომ აზალი დავიმსახურო. ის ყველაზე ძვირფასი რამ არის ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ერთადერთი სიყვარულია. ბავშვისთვის მადლობა. საკმარისად ვჭამე. შენ საიდან გაჩნდი? როგორ ხარ ებრუ? შვენივრად. იმდენად რომ შეიძლება ბედნიერებისგან მოვკვდე. მინდა და მეთქვა რომ ყოველ საღამოს ჩეშმეში რაღაც ფესტივალი გაიმართება. სიყვარულის ფესტივალი. სელა გამოვა კონცერტზე. მე კი გუშინ თქვენ სახლთან რომ ჩავიარე, სიმღერის ხმები გავიგე. გონი სელა მღეროდა. როგორც ჩანს გიყვარს ის. ვიფიქრე იქნებ ერთად წავსულიყავით. თუ გინდა რა თქმა უნდა. რა ხდება აჰმედ? ფეხის შემდეგ ტვინიც დაკარგე? სელას კონცერტზე შენთან ერთად რამე საქმება. ერთი წუთი. ჯერ სურვილი ჩაიფიქრე. ჩემი ოცნება დიდი ხანია ასრულდა.
სანამ არ გეტყვი სამზარეულოდან არ გამოხვიდე. ვერ გავიგე რატომ? არც უნდა გაიგო, უნდა შეასრულო. მიდი ახლა. წადი, მიდი. ესე იგი, ახლა საჩუქრების და ნამცხვრის ზრუა. კიდევ ერთ ვენას თუ დაადებ 5 წელიწადში გაშრება. გუშინ კარგად იყავე? შენ საქმეს მიხედე. რა ხდება? უკვე მეორე დღეა. საქმეს მიხედე, საქმეს მიხედეო. ვილაპარაკო ძმაო, რა ხდება? ასე იმიტომ იქცევი რომ ქორწინდები? ეგ რა შუაშია? ქორწინდები და შენ ოჯახს შექმნი. ამით მე რა? კარგია, ეგ შენს შექმნი, შექმნი. აი კარებთან გოგოები რიგში დგანან. არსად არ გადიხარ, ნაბეჯებს თითოეული სახლიდან კაფემდე, ასე არ არის? შენ რა დამცინი? ვინ წამოვა სადმე ჩემთან ერთად ასეთ მდგომარეობაში? სამსახურსაც რო ვეძებ ასეთ მდგომარეობაში არავის ავყავარ. გოგო მიყვარს, აი ის, თვალებშიც კი არ მეყურებს, კარგი რა? და ახლა მე ვარ ნამნაშავე, იმიტომ რომ ქორწინდები? არა ძვირფასო. შენი დანაშაული ფესვიდან წარსულს ბარდება. იმ საშინელ დღეს, როცა ჩემი ცხოვრება წამართვი. არ მაიძულა ლაპარაკი. და დამასვენე. საჩუქარი, რომელიც მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება. რა სიტყვით იმ მიმტან გოგოზე? ფიქრობ ღამე მაგარი იქნება. უკვე დავიღალეთ. თქვენ წადით, მე მოგვიანებით მოვა. გთხოვ უშვილო. ორივემ კარგად ვიცით, რატომაც გინდა დარჩენა. არ გინდა. რა არ მინდა, დედა? არ მიუახლოვდე მაგ გოგოს. ის ნასი არ არის. ვერ დავუშვებ იმას, რომ დასაწყის დაუბრუნდე. მე არ ვუბრუნდები დასაწყის. მე თავიდან ვიწყებ. შვილო, გთხოვ. დედა, შენ ხომ წინათ გრძნობა გქონდა. დღეს ღამეს ისასრულდა. დღეს ღამე თავიდან დავიბადე. ისევ დავიწყე სუნთქვა. ამიტომაც ეს ერთი ღამითაც რომ იყოს დამტოვე. მომეცი უფლება ვისუნთქო. მომეცი უფლება ვიცოცხლო. საიდან გამოჩნდა ეს გოგო? ხო. ძალიან საშიშია და სახიფათო. ის რომ ძალიან გავს ნას. დაფიქრდი, ძმა მაიჩემა ის გოგო. სჯობს არ ვიფიქრო. ყველა ჩემი გეგმა და მცდელობა ყველაფერი წყალში ჩამეორდება, გესმის? მაწყობს, როდესაც ჩემი ძმა შეშლილია. თუ გამოკეთდება, ბოლოს მომიღებს დეფნე. კარგი, კარგი, დამშვიდი. დაბადების დღეს გილოცავ. მადლობა. ვურალი მქვია. ვიცი ბატონო. სახელი ალბათ შენს გაქვს. ჰაზალი მქვია. ჰაზალ. გისმენთ. მადლობა. რისთვის? ყველაფრისთვის. მეგობრებო, ავტობუსის პირველი რეისი უკვე გადის. ჰაზალ, ნაზბდი და ემრე აქ დარჩეთ. დანარჩენებს წასვლა შეუძლია. ბოდიშს გიხდით. ბატონო ტარიკ, შეიძლება ამ რეისს გავყვე. ხომ იცით, ყველაზე შორს ცხოვრობ. დარჩე. ისედაც დილით უკვე მთხოვე წასვლა. კარგი, კიდევ ერთი ხომ მოვა. რა თქმა უნდა, მოვა.
იმ დღეს რომ არ ამეჩემო. რომ არ მეთქვა სათევზაო წამოდიო. შენც არ მოყვებოდი იმ ქარბუქში. არ იქნებოდი ასეთ მდგომარეობაში. ჩემი ცხოვრების ყოველი დღე სინდისის ქეჯნით გავატარე. იცი, ვერაფერს ვეღარ შეცვლე. ახლა ისიც კი არ ვიცი. ამის უფლება მაქვს თუ არა. დამიჯერე. მაგრამ ერთი რამ არის. ერთი რამ არის, რაც ვიცი ძმაო. მე და შენ როგორც ფრჩხილი და კანი ისე ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ორი ქუჩით შორს გადავალ. სოფლიოს მეორე ბოლოში რომ წავიდე, ჩვენ ვერ დავშორდებით. ვერ დავშორდებით. ჰაზალ. არანაირი ავტობუსი არ არის. როგორ თუ არ არის? დირექტორმა თქვა რომ არის. თქვა რომ ვერ შეუთანხმდა. თუ გინდა ჩვენთან ერთად წამოდი და ხვალ ერთად წამოვიდეთ სამსახურში. არა, არ შეიძლება, მამა გამიბრაზდება. ახლა დაურეკავ და წამიყვანს. კარგი მაშინ. მიდი მშვიდობიანი ღამე. თქვენც მშვიდობიანი ღამე. ღმერთო ჩემო. მიდი მამა, მიპასუხე. აქ დაავიწყდი? თითქმის ასე გამოვიდა. მამა ჩემს დაურეკე. გადმომირეკავს ახლა. ზუსტად ამის დრო იყო. თუ გინდა მე მიგიყვან. არა, როგორ შეიძლება? მე თვითონ წავალ. სად წახვალ? ილდირიმში. კარგი, ჩაჯიქი. მართლა მადლობა, მე თვითონ ვიპოვი გამოსავალს და წავალ. დიდი დრო გავა, სანამ მამა შენი ილდირიმიდან მოვა. შეხედე, აქ მარტო რა უნდა გააკეთო. არავინ დარჩა. მაგრამ თუ ფიქრობ გზაში დაეჭირო ვინმე, მაშინ ამას არ გირჩევ. უკვე რომელი საათია ამ დროს ტაქსის ვერ იპოვე. რჩება მხოლოდ ერთი გამოსავალი. ფეხით წასვლა. მაგრამ ასეთი დაღლის მერე, როგორც გინდა. მიდი, წამოდი. ოჯახთან ერთად ცხოვრობ? რადგან თქვი მამა ჩემს დაურეკავო? ხო. გამოდის რომ ჩვენ სასტუმროში მუშაობ. დიახ. რაც არ უნდა კითხო ყველაფერზე კი ის მპასუხო. იმ კითხვებზე გადავიდე, რომელსაც არ მიპასუხებ? ბოდიში. სიმართლე გითხრათ, ცოტა უხერხულად ვარ, იმის გამო რომ სახლში მიყავართ. პრობლემა არ არის, ჩემი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. რა ლამაზი ადგილებია. ასეა. 7 და მეგობრული. შეიძლება აქ ჩავიდე. ამ ქუჩაზე ცხოვრობ? არა, ერთი ქუჩით წინ, მაგრამ თქვენ არ შეწუხდეთ, აქედან ფეხით წავალ. თუ შენ არ შეგექმნება პრობლემა, შემიძლია ბოლომდე მიგიყვანო. უკვე ძალიან გვიანია. კარგი. დიდი მადლობა, შეგაწუხეთ. არა ძვირფასო, რა შეწუხება? გრძელი გზა არ იყო, მაგრამ მგონი სასიამოვნო იყო. მადლობა, მშვიდობიან ღამეს გისურვებ. ჰაზალ. მამა. სამუშაო დღე გვიან დამთავრდა. ბატონმა ვურალმა მომიყვანა. ვურალ დემიროღლუ. დემიროღლუ? გამარჯობათ ბატონო ვურალ. ძალიან კარგად ვიცნობ დემიროღლუს ოჯახს. თუმცა თქვენ მე არ მეცნობთ, მაშინ ძალიან პატარა იყავით. მე მამა თქვენთან მუშაობდით ბატონ თარიქთან. შვილო ყავა მოუდუღე ბატონ ვურალს. ბატონო ვურალ, ხო, ჩვენთან ერთი ჭიქა ყავა დალიეთ. არა, არ შეწუხდეთ, მადლობა. სხვა დროს იყოს. მშვიდობიანი ღამე. მშვიდობიანი ღამე.
ჰაზალ. ვინ არის? სასტუმროს მფლობელი, ბურალ დემიროღლუ. მას ახლამდე მოგიყვანა? ვერ გაუმასპინძლდით ადამიანს. შვილო, რატომ არ დაიყოლია? მამა, შიგნით შედით, ახლავე მოვალ. მამა, ახლავე მოვალ. ეს ვინ იყო ჰაზალ? რა ხდება? რატომ მოგიყვანა ახლამდე? მოიცადე, ეგრევე რატომ იწყებ? უწელავ, თქვი ვინ არის, ვინ, რატომ მოგიყვანა ახლამდე? წვეულება ძალიან გვიან დამთავრდა. სერვისის ავტობუსი არ მოვიდა. შენთვის დაგერეკა, მამა შენისთვის დაგერეკა, რთული იყო? ვრეკავდი, მამას დავურეკე. მერე შენ დაგირეკე და ტელეფონი დამიჯდა. ბატონმა ვურონმა შემომთავაზა წამოყვანა და ვერაფერი გუთხარი. რას ნიშნავს ვერაფერი უთხარი, ჰაზალ? ასე გამოვიდა ქენან, ის ხომ ჩემი უფროსია. ჭკუიდან შემშლე, ალბატონო, ის თუ უფროსია მხოლოდ სამსახურში. ვიცი, მაგრამ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც თქვი. რეისი გამექცა. ამ დროს ტაქსის პოვნა რთულია, იძულებული ვიყავი ასე მოქცეულიყავი. მას კი მხოლოდ კეთილი განზრახვა ჰქონდა. კეთილი განზრახვა, მჯერა, თუ ღმერთი გწამს. მას მძღოლი არ ყავს? მისმა მძღოლმა რატომ არ წამოგიყვანა? თუ ასეთი კეთილი განზრახვა და პატივისცემა აქვს, თვითონ რატომ წამოგიყვანა ასე შორს? ღმერთს პიცავა რომ ცოდნო და არც თვალებს დაუტოვებდი მას და არც თავს. შენი ბრალია, შენი. აღარ ჩაჯდები ხვის მანქანაში. რა გესაქმებოდა იქ? რა თქმა უნდა, ეთყობა შენთვის არანაირი დაბრკოლება არ იყო. გულს მდგენ, ფიქრობ საკმარისია. ესე იგი გაწყენენი არა, ვიღაც მდიდარ მეტიჩარას მოყავს სახში გოგო, რომელზეც მალე უნდა ვიქორწინო და უნდა გავჩუმდე, ასეა? ჩემო ცხოვრება, დამიჯერე ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ ფიქრობ. ბატონი ვურალი უბრალოდ ზრდილობიანად მოიქცა. ზრდილობიანი ტიპიც გახდა, ღმერთო. კარგი ჰაზარ. ქენან. ამიში. ქენან. დედა, მან არც კი მომისმინა. თითქოს მე გამიხარდა უფროსის მანქანაში ჩაჯდომა. იძულებული ვიყავი. ქენანმა ცოტაც გააკეთა. ილოცე რომ ქორწინება არ გააუქმოს. ებრუ, ნუ აზვიადებ შვილო. ისეთი არაფერია. კარგი ბიჭმა იეჭვიანა. შეიძლება მართალიც არის. მაგრამ ის იცნობს ჰაზალს. ქენანს ეს უნდა სცოდნოდა. იცის. მას ძალიან უყვარხარ. ყველაფერი გაივლის შვილო. წარმოიდგინე, დემიროღლუს ოჯახი იყო ჩვენს გარებთან. გამოდის რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერია შესაძლებელი. დედაც იქ იყო, ქალბატონი ჯანანი წვეულებაზე იყო. რომ ცოდნოდა რომ ისინი იქ არიან, დღეს მე თვითონ წამოგიყვანდი. ვაჩვენებდი მათ, რამდენი წელია სასტუმროში არ მოსულან. გამოდის რომ ამიერიდან ჩამოვლენ, არა? კარგი. მოიცადე, იქნებ კიდე შეხვდებით. საინტერესოა, რა სიზამ თუ შეხვდები. დაველაპარაკები. ჩემს თავს გავახსენებ. შესაძლებელია ისე მათთან ვიმუშაო. ვერანაირად ვერ დასრულდა შენი სიყვარული დემიროღლუს ოჯახის მიმართ. ისინი სხვანაირები არიან, მელეკ, სხვანაირები. ერთხელ მაინც მოხვდე მაგათთან, ერთხელ მაინც დავიჭირო. ეს ხომ საზრდოა. ბატონი ტარეკი რომ არ მომკვდარიყო, მაშინ მნახავდი. წყალსაც სხვანაირად დავლევდით. ყველაფერი ოცნებებია. ასე ნუ ამბობ. თუ ადამიანმა მოინდომა, ყველაფერს შეძლებს. შეხედე რა მოხდა მრავალი წლის მერე. დემიროღლუს ოჯახის მემკვიდრე ჩვენს კარებთან მოვიდა. კეპიცეები სიზმარში რომ ნახო არ დავიჯერებ. წავალ დავიძინე, ძილინებისა ჩემო ლამაზო შვილო. თუ დაინახავ რომ ქალბატონი ჯანანი მოვა სასტუმროში, მაშინვე დამირეკე. ვნახოთ. არ უნდა ნახვა, შენ დარეკავ. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ. სერიალს არ მოგიდგენთ აჯარა.com-ი. გახმოვანებული აჯარა.com-ის მიერ. მამა, შვილო, ჩემო შვილო.
შენ უკვე გაიზარდე და ექიმი გახდი? ჯერ არ გავხდი, სტაჟიორი ვარ. ასეთი რაღაცები არ მესმის. ჩემთვის ექიმი ხარ. ყველაფერი წარსულს ჩაბარდეს, მისტერ. მობრძანდით. მადლობა კაფეს, მადლობა. ყველაფერი წარსულში დარჩეს. მადლობა ძმაო. აჰი არ არის? ძალიან უნდა მოსვლა, მაგრამ გერმანიაშია. მისი ვიზა მზად არ არის, დასვენების დღეებში მოვა. დავიდეთ. მოდი მამა, ტაისონმა შენთვის საოცარი კერძები მოამზადა. არა, ჩეშმაში წავალ სასტუმროში. იქ დავრჩები რამოდენიმე დღით და მერე სტამბოლში დავბრუნდებით. მამა გთხოვ? ჩეშმაში წავალ სასტუმროში, მორჩა. მეც წამოვალ. დილამშვიდობისა. რა მოხდა? დილამშვიდობისა. შენც ასევე. რა მოხდა? როგორც ჩანს, შენ და ჰაზალმა საღამოს ცოტა იკამათეთ. ყველაფერს თვითონ მოვაგვარებთ. შენ არ იდარდო, პრობლემას ნუ იქნე. მართლა ვთვლი, რომ მართალი ხარ. ყველაფერში მართალი ხარ. ჰაზალზე მე ძალიან გავბრაზდი, ვუთხარი მას, რომ არასწორად მოიქცა. კარგი, ის უფროსია, გავიგე, მაგრამ მე რა რომ უფროსია. შეიძლება ასე გვიან უცხოს ჩაუჯდე მანქანაში. თითქოს სახლში მიყავ ხარ. არა, რას ამბობ? მით უმეტეს იმ ხალხს ვიცნობთ. ეს ხალხი თითსაც არ გაანძრევს, თუ რამე მოლოდინი არა აქვთ. ან რამე სარგებელი. რას ამბობ, გოგონა, ეს ჰაზალია. შენი და ადამიანს მძღოლი არ ყავდა, ამიტომ თვითონ წაიყვანა და კეთილი საქმე გააკეთა. მე საიდან უნდა ვიცოდე? თან შენ ამ ყველაფერზე ნუ იდარდებ, გაიგე, არ შეწუხდე. თვითონ მოვაგვარებ ყველაფერს. აზალ, გააღე ბაბუა, გააღე კარები. წარმატებები ძმაო, ბოდის გიხდით, რომ უხერხულ მდგომარეობას ჩაგაყენეთ. ბოდის გიხდით. წამოდი ჩემო ლამაზო. მიდი, გააგრძელე ძმა. მიდი ჩემო ლამაზო დაო, ბაზარში კიდე მოასწრებ წასვლას. შენი აზრით რას აკეთებ? რას ნიშნავს, რას ვაკეთებ? იმ კაცთან რომ დაგინახე, ჭკუიდან შევიშალე. რა უნდა გამეკეთებინა? სხვათა შორის მშვიდად ვარ. ანუ რომელი კაცი დატოვებდა ამ ყველაფერს უყურადღებოდ? შენ საქციელზე არაფერს ვამბობ. შენმა სიტყვებმა გული მატკინეს. საერთოდ არ მენდობი? ჩემო ყვავილო, ეს შენ არ გეხება. მაშინ ვის ეხება? შენ ბრაზდებოდი, ყვიროდი. ამ დროს მე გამასწორე მიწასთან. ისე რომ არც დაინახე ეს. ვეჭვიანობ, გაიგე, ჩემ საყვარელ ქალზე ვეჭვიანობ. კიდევ არის რამე? არა, მაგრამ იცოდე, შენს გარდა ვერავის ხედავ. ჩემი მგული ხოლმე შენ გეკუთვნის. ჩემი სამყარო შენ ხარ. ჩაიბეჭდე ეს შენ თავში. კარგი. დავიმახსოვრებ. კარგი. კარგი? რა? რა? შეამჩნიე რა ხდება? ჩვენი შეყვარებული წყვილის პირველი გამათი. დაიმახსოვრე ეს ადგილი. შენს გამო. ხო, ჩემს გამო. ყველაფერი ჩემს გამო, ამის დედაც. ძალიან გიყვარ ვარ? საიდან იცი? ძალიან მეტყობა? მოდი ერთმანეთს აღარ ვაწყენინოთ. საერთოდ არ არის კარგი ასე კამათი. ხო, თანაც საერთოდ. საერთოდ არ არის კარგი. თანაც კამათი და ჭუბე ჩემს ხასიათში არ არის. ეს საერთოდ არ მეყვარს, მაგრამ მომისმინე. თუ ის უფროსი, თუ ვინც არის შენს გვერდით იქნება, ან მოვა და შეგაწუხებ, შენ გამოიქცევი და ჩემთან მოხვალ გასაგებია, იმ სამსახურსაც დატოვებ. კარგი. კარგი? მოდი აქ. თუ ეს ურალს ეხება, არაფრის მოსმენა არ მინდა. ეს აზიზა ტოპრაკას ეხება. რა მოუვიდა? ის დროზე ადრე გაათავისუფლეს.
ჯანდაბა. ხოლოდ ეს გვაკლდა. ნასი წავიდა, მაგრამ დიდი უბედურება დაგვიტოვა. ეს საერთოდ არ არის კარგი. ჯენგიზ 1000 ჯერ აგიხსენი ბიჭო 1000 ჯერ. იმ შესახვევთან რომ ჩაივლის შემდეგ ბერძნული კუნძულია. ბერძნული წყლები ხომ ასე ვწდები? ძმაო, საიდან უნდა მცოდნოდა. ეხვეწები დამეხმარე. მომისმენე თუ მამა გაიგებს რომ ბადე დავკარგე, ნავს აღარასდროს აღარ მოვცემს. კარგი, ნუტერი ხარ, წავიდეთ, ყველაფერს მოვაგვარებ. შვიდან. შენ სად მოდიხარ? არა ძმაო, წადი, უკან წადი. არანაირი, მაგრამ მარტო წავალ. ახლა იქ საზღვაო სანაპირო დასო ჩაივლის და 1000 რაღაცის მოსმენა მიწევს. მე ვერა უხსნე ყველაფერს მამაშენს. იდი ძმაო სალიხ, თო კი ისროლე.